გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან გიბრუნდებით მეორე სეზონით და ჩვენს მეორე სეზონს ვიწყებთ ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობი სტუმრით, რომელიც ჩვენთან არის მეორეც სტუმრად, ჯოვენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია კაშია. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება სეზონური გრიპი და მოდით ქალბატონო მაია დავიწყოთ საუბარი იმით, თუ ზოგადად რა არის გრიპი და რატომ ხდება ყოველ წელს იგი. გრიპი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია მთელ მსოფლიოში და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადობს გრიპით. როგორც წესი საზოგადოება მას ძალიან მსუბუქ დაავადებად აღიქვამს, თუმცა სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო დაავადება, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. სეზონური გრიპებს მაგალითად იწვევს გრიპის A და B ტიპის ვირუსი და სეზონზე, რომელიც იწყება დაახლოებით ყოველი წლის მე-40 კვირას, ეს არის დაახლოებით ოქტომბრის თვე და გრიპის სეზონი გრძელდება მთელი ზამთარი და გვიან გაზაფხულამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გრიპი არ არის მხოლოდ ადამიანების დაავადება, გრიპი ემართება ფრინველებსაც, ემართება ცხოველებსაც, შესაბამისად ფრინველის გრიპი, ცხოველის გრიპი ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ნაცნობი ტერმინებია. გავრცელებაზე რომ გვესაუბროთ, როგორ ვრცელდება გრიპი და ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, რომელი სიტუაციებია სახიფათო? სხვათა შორის ერთ-ერთი ის დაავადებათაგანია, რომელიც ძალიან მარტივად ვრცელდება. ადამიანიდან ადამიანზე გრიპი გადადის აეროგენული გზით, კიდევ უფრო კონკრეტულად და მარტივად რომ მოხსნათ, ანუ ჰაერწვეთოვანი გზით. აი მაგალითად, როდესაც ადამიანი საუბრობს, მეტყველებს, ახველებს, ამ დროს მისი სასუნთქიზებიდან ამოისყრწნება ჰაერი, რომელიც შეიძლება გაჯერებული იყოს გრიპის გამომწვევი ვირუსებით. გავრცელება იმდენად მარტივია, რომ განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგენს ისეთ სივრცეებში, სადაც ძალიან ბევრია ადამიანთა რაოდენობა, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის საჯარო თავშეყრის ადგილები, ამიტომაც არის, რომ ზამთარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე, ისე ვთქვათ, ეპიდაფეთქებების სეზონს, რადგან ამ დროს ნაკლებად ხდება გარეთ სეირნობა, ნაკლებად ხდება შენობების განიავება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ბევრად უფრო გადატვირთულია, შესაბამისად ეს ყველაფერი ხელს უწყობს გრიპის მარტივად გავრცელებას. სიმპტომებზე რო გადავიდეთ, აი რა ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ იგი არის გრიპით ავად? გრიპით ავადმყოფობა საკმაოდ მრავალფეროვანი სიმპტომებით არის დამახასიათებელი როგორც წესი. თუმცა არსებობს რა თქმა უნდა სიმპტომები, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ გვაქვს ვირუსულ ინფექციაზე ეჭვი. ეს არის პირველ რიგში ცხელება, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 38 გრადუსზე ზემოთ. ეს არის სახსრების, კუნთების, თავის ტკივილი, ეგრეთ წოდებული ტეხვის შეგრძნება, რაც ესე აქტიურად არის გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში. ბავშვებში შეიძლება თანახმდეს ღებინების შეგრძნება, ღებინება, მოთენთილობა. სიმპტომები იმდენად მრავალფეროვანია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გრიპის ვირუსი სხვა რომელიმე დაავადებაში აგვერიოს. ამიტომ პირველ რიგში, როგორც კი სიმპტომები გამოჩნდება, ადამიანი მალევე ხვდება, რომ არის გრიპით ავად, ამიტომ აუცილებელია დავიწყოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოთ გრიპის ესე უკონტროლო გავრცელებას, რაც ხშირად ხდება ხოლმე. აი რაც შეეხება გრიპის დადასტურებას. აუცილებელია თუ არა რომ გრიპი ლაბორატორიულად დადასტურდეს, თუ მხოლოდ ექიმის დაკვირვება არის ამ შემთხვევაში საკმაოდ არ არის საჭირო არც ლაბორატორიული კვლევები, არც რადიოლოგიური კვლევები, პირიქით შეიძლება უფრო ზედმეტი ხარჯის და დროის კარგვა იყოს პაციენტისთვის. როდესაც არის გრიპის სეზონი, აი მაგალითად შემოდგომა, გაზაფხული და ზამთრის პერიოდი, ამ დროს მხოლოდ გრიპის ანამნეზის შეკრება საკმარისია, რომ ექიმმა დაადასტუროს არის თუ არა გრიპის დაავადება. ამიტომ ამ შემთხვევაში დამატებით კვლევებს არასდროს არ ვნიშნავთ დროის დაზაგვის და ფინანსების დაზაგვის მიზნით, რა თქმა უნდა. და ვინ იცვლება ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად გრიპის დროს რისკ ჯგუფებად? როგორც აღვნიშნე თავში, გრიპი ნამდვილად ესეთ ერთ-ერთ მსუბუქ დაავადებად არის
სუბუქ დაავადებად არის მოხსენიებული. თუმცა, როგორც აღნიშნე, ესე არ არის. რისკ ჯგუფები საკმაოდ ბევრია. მიმღებლობა დაავადების მიმართ არის საყოველთაო, რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი შეიძლება დაემართოს, განურჩევლად სქესის, ასაკისა. თუმცა, რა თქმა უნდა გამოვყოთ რისკ ჯგუფები, რომლეთაც შემთხვევაშიც, მაგალითად, მეორადი ჰოსპიტალიზაცია ან მეორადი გართულებები, ბევრად უფრო მაღალი შემთხვევები არსებობს. პირველ რიგში ეს არის ბავშვები, განსაკუთრებით 0-დან 5 წლამდე. ეს არის ორსულები, ეს არის ხანდაზმული ადამიანები 65 წლის ზემოთ, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, გულსიძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, ღვიძლის და თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც ხედავთ, ეს რისკ ჯგუფების ჩამონათვალი საკმაოდ მაღალია, თუმცა მაინც ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციებს გავცემთ ერთსა და იმავეს, როგორც ჯამრთელ, ასევე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების შემთხვევაში, რომ გრიპი არის ერთ-ერთი ის დაავადება, რომელიც აუჭიროებს აუცილებლად საკმაოდ მიზანმიმართულ და სწორ მეთვალყურეობას. დიახ. აი რაც შეეხება გრიპის დადასტურების შემდეგ პერიოდს. დადასტურების შემდეგ პაციენტი, ასე ვთქვათ, რამდენ ხანს რჩება გადამდების სხვებისთვის და საბოლოოდ გამოჯანმრთელება რამდენ ხანში ხდება? აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ხშირად არის გრიპის ვირუსი ერევათ სხვა ვირუსულ ინფექციებში, რომლებიც ძალიან მრავლად არის გავრცელებული სეზონზე. შეიძლება იყოს რინოვირუსები, ადენოვირუსები და უამრავი. თუმცა კლასიკურ გრიპზე რომ ვისაუბროთ, საკმაოდ ვირუსული ინფექციების მიმდინარეობა ძალიან გავს ერთმანეთს. როგორც წესი, გრიპის სიმპტომების გამოვლენამდე 24 საათით ადრე ადამიანი უკვე არის გადამდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობა ინფექციების გავრცელებისთვის, რადგან ამ დროს ადამიანმა არ იცის სიმპტომებით, რომ არის ავად და ის უკვე გადამდებია სხვა ადამიანებისთვის. სწორედ ამ დროს, ანუ ინკუბაციური პერიოდის დროს ხდება ყველაზე მეტად ადამიანების დაავადება, რადგან თავად ადამიანმა არ იცის, რომ ავად არის და არანაირ პრევენციულ ღონისძიებებს არ მიმართავს. მაგალითად, როგორც შეიძლება იყოს ნიღბის ტარება, ხველის ეტიკეტის დაცვა ან იზოლაცია უბრალოდ. რაც შეეხება უკვე სიმპტომების გამოვლენის შემდგომ, დაახლოებით 5-დან 7 დღე არის მაქსიმუმი, რა დროსაც ადამიანი უკვე არის გადამდები. თუმცა ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია სიმპტომების რაოდენობაზე და სიმპტომების სიძლიერეზე. შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც გაქრება სიმპტომები, შემდგომ უკვე ადამიანი არ არის გადამდები. რაც შეეხება კლასიკურად რომ ვთქვათ, დაავადების მიმდინარეობას, დაახლოებით არის 7 დღიდან 10 დღემდე. ეს მაშინ, როდესაც დაავადება მიმდინარეობს ჯამრთელ აქვს დაავადება ჯამრთელ ადამიანს და მიმდინარეობს მსუბუქად. თუ გრიპის ვირუსი გაგრძელდა 10 დღე და შემდგომ მას დაემატა სხვადასხვა გაძლიერებული ხველა, სუნთქვის პრობლემები, ქოშინის შეგრძნება, ტაქიკარდია ან ბრადიკარდია, ამ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ ეს არის გრიპის გართულებად და დაუყოვნელივე უნდა მიუმართოთ ექიმს, ოჯახის ექიმს და შეიძლება გახდეს კიდევაც პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო. რაც შეეხება მკურნალობას, როგორ ხდება გრიპის მკურნალობა? მკურნალობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავედ დგას საქართველოში და ამას მინდა რომ რამოდენიმე კუთხით შევეხო აუცილებლად. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ რა თქმა უნდა ვირუსული გრიპის დაავადების მიმართ, ანუ ვირუსული ინფექციების მიმართ არსებობს სხვადასხვა პრეპარატები, ეს არის ანტივირუსული პრეპარატები, მაგრამ აქვე უნდა დავაყოლოთ, რომ კატეგორიულად არ შეიძლება ანტივირუსული პრეპარატების თვითნებურად მიღება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი გამოყენება, თუ ის არ არის ექიმის მიერ დანიშნული. ექიმებსაც აუცილებლად მართებთ ძალიან დიდი ყურადღება ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების დროს. გრიპის ესეთი სტანდარტული მიმდინარეობა არ საჭიროებს არანაირ ანტივირუსულ პრეპარატებს, ამიტომ არამიზნობრივი მედიკამენტების გამოყენებამ პირიქით შეიძლება ბევრად უფრო სავალალო შედეგები მოგვიტანოს საბოლოო ჯამში, ვიდრე ეს არის გამოჯანმრთელება. ასევე მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საზოგადოება ხშირად მიმართავს თვითმკურნალობას, რაც არასწორია, რადგან იწვევს უფრო მეტად სხვა არასასურველი შედეგების მოტანას. განსაკუთრებით თვითმკურნალობიდან ყველაზე ისეთი პოპულარული არის ანტიბიოტიკების გამოყენება. აქვე მინდა აღვნიშნო და ავუხსნა ჩვენს მცველებს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება გრიპის დროს ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ანტიბიოტიკი არის პრეპარატი, რომელიც არ გამოიყენება ვირუსული ინფექციების დროს, ის ვერ მოქმედებს ვირუსებზე, ის არის განკუთვნილი ბაქტერიებისთვის, სოკოებისთვის, შესაბამისად გრიპის ვირუსის დროს ანტიბიოტიკის მიღება არის არასწორი
მკურნალობა. თუმცა აქვე დავამატებ ერთს, რომ კითხვები არ დარჩეს ჩვენ მსმენელს. ხშირად არის ხოლმე, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ ანტიბიოტიკის დანიშვნა საჭიროა გრიპის დროს. ასეთ დროს ეს ნიშნავს, რომ გრიპის ვირუსული ინფექცია გართულებულია ბაქტერიული ინფექციით, რა დროსაც, რა თქმა უნდა, საჭიროა უკვე ანტიბიოტიკის ჩართვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით და ექიმის დანიშნულებით. სხვა შემთხვევაში ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანო იქნება. დიახ, ვაქცინაციაზეც რომ გვესაუბროთ, ვის უტარდება გრიპის ვაქცინა და ამ შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის დროს? როდესაც საუბრობთ გრიპის პრევენციაზე, გვაქვს ორი საუკეთესო მეთოდი, რომელიც გვაძლევს თითქმის 100%-იან შედეგს. პირველი ეს არის ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, და მეორე ეს არის ჰიგიენის დაცვა. ჰიგიენა შეიძლება დავყოთ ორი გზით, მაგალითად პირადი ჰიგიენა, რაც ნიშნავს აი სიმპტომების დროს ნიღბის გამოყენებას, სიმპტომების დროს იზოლაციას, ანუ სახლში დარჩენას და რომ მოვარიდოთ თავი, ესე ვთქვათ, ხალხ მრავალ ადგილებს, რომ არ გავხდეთ სხვისთვის ინფექციის გამავრცელებელი და ასევე საზოგადოებრივი ჰიგიენა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად, როდესაც ვიმყოფებით სავაჭრო ცენტრში ან ტრანსპორტში, ხშირად შეხებადი ზედაპირები შეიძლება გახდეს არაპირდაპირი ინფექციის გადამტანი. ამის თავდაცვისთვის კი მოუწოდებ აუცილებლად მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ხელი სანიტაიზერები და მუდმივად დაიმუშავონ და ჩაიტარონ ხელის ჰიგიენას. რაც შეეხება ვაქცინაციას. ვაქცინაცია ნამდვილად არის ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული ღონისძიება, რაც როგორც წესი იწყება დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისიდან, სასურველია რაც უფრო მალე ავიცრებით უკეთესი, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით ჭირდება 2-დან 3 კვირამდე. შესაბამისად, ყველაზე სწორი იქნება, რომ გრიპის სეზონს უკვე დავხვდეთ მომზადებული და ისეთი გამომუშავებული იმუნიტეტით. დიახ, და საბოლოოდ რა რეკომენდაციებს მისცემდით ჩვენს მსმენელს, რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართონ გრიპის დროს? პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ მრავალფეროვანია და როგორც წესი ვირუსული ინფექციების დროს თითქმის ერთი და იგივეა. პირველ რიგში, როგორც უკვე აღნიშნე, არის ჰიგიენა. მეორე, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია. ვაქცინაციაზე კიდევ მინდა დავამატო რამოდენიმე ფაქტი, რომ უფრო სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელებს. ჩვენი გრიპის ვაქცინა ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატი მედიცინაში. ბოლო 50 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი არის უკვე ვაქცინირებული, მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება გვსმენია ესეთი ფრაზა, რომ აი გავიკეთიათ რა, მაგრამ სეზონის განმავლობაში გრიპი მაინც დამემართა. ამას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური ახსნა, ამის გამო ვარი არ უნდა თქვას მოსახლეობამ ვაქცინაციაზე. ამის ახსნა არის მხოლოდ ის, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შექმნილია გარკვეული ვირუსული შტამების მიმართ. შესაბამისად, ყოველწლიურად ქვეყანაში ძალიან ბევრი 10,000 ახალი შტამი ცირკულირებს, რის შედეგადაც ის იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვაქცინაციას ვაკეთებთ, მოსახლეობას ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ მაგალითად ვაქცინის დამცველობითი ფუნქცია არის მხოლოდ დაახლოებით 50-დან 70%-მდე, რაც რა თქმა უნდა არ გამორიცხავს, რომ ადამიანი დაავადდეს გრიპით. თუმცა, ის ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინაცია გვიცავს მეორადი გართულებებისგან, გვიცავს ჰოსპიტალიზაციისგან და რისკ ჯგუფებში იცავს ესეთი საკმაოდ რთული გართულებებისგან. პრევენციულ ღონისძიებებს კვლავ დაუბრუნდები და ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, რომ რადგან არის ზამთრის სეზონი, შეძლებს დაგვაროთ ხშირად ისეირნონ სუფთა ჰაერზე, ხშირად უნდა გავანიავოთ სახლი, რომ ესეთი სავსე იყოს მზის სხივებით, რადგან გრიპის ვირუსი ვერ უძლებს ტემპერატურას, ასევე აუცილებელია, რომ ძალიან ხშირად დავიბანოთ ხელები, ჩავიტაროთ ხელის ჰიგიენა, როგორც ეს გულისხმობს, როგორც ხელის დაფანას, ასევე სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებას და ჩავიტაროთ ვაქცინაცია. ხოლო უკვე დაავადებულმა ადამიანებმა აუცილებლად სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, გადავიდან იზოლაციაში, არ მიმართონ თვით მკურნალობას, არ გამოიყენონ ანტიბიოტიკი და შეეცადონ, რომ შედარებით ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. გრიპი ნამდვილად არის ერთ-ერთი საყურადღებო დაავადება, თუმცა ჯანმრთელ ადამიანებში ის მიმდინარეობს სტანდარტულად, კლასიკურად, ამიტომ რაც განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარება არ გვჭირდება, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა და მეთვალყურეობა. დიდი მადლობა ქალბატონო მაია ამ საინტერესო რეკომენდაციებისთვის და მობრძანებისთვის. დიდი მადლობა. გისურვებთ ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.